ანუ დუშენის ბავშვების დახმარების ფონდში მოქალაქეებმა ჩარიცხეს 1.600.000-ზე მეტი. ეს მარათონი დაიხურა ილიაუნის სტუდენტების დამსახურებით, შეგროვდა ამხელა თანხა, მაგრამ სახელმწიფო წილში ჩაუჯდა აქაც. იმიტომ რომ გადასახადების სახით დაახლოებით 400.000 ლარს ართმევს იქიდან ბავშვებისთვის გამოყოფილ ფულს. დაბრაო ახლა გადასახადები არ უნდა გადაიხადონო და ბორიამ რო არ გადაიხადა გადასახადი 1.5 მილიარდი ლარის ნახატები და ეს რა ქვია ხელოვნების ნიმუშები რო შემოიტანა 252 მილიონი დამატებით იღრიებულების გადასახადი ბორიამ არ გადაიხადა. ანუ ბიუჯეტს მოპარა პირდაპირ მნიშვნელობით პარლამენტის გადაწყვეტილებით თავის ჯიბის პარლამენტი როყავს. ანუ მშიერ ბავშვებს, ღატაკ ბავშვებს ცნობისათვის ამ სოციალური დახმარებისა და შემწეობების გაცემა წელიწადში სახელმწიფოს უჯდება 70 მილიონ ლარამდე. ესე იგი ბორიამ 3 წლის შემწეობა და სოციალური დახმარება მოპარა ბავშვებს, იმიტომ რომ ბიუჯეტში არ გადაიხადა გადასახდელი დამატებით იღრიებულებისა, რაც უნდა გადაეხადა. აი ეს ახარ თქვენ კოცებო. და ამას ჭამს საკოცეთი. აი ეს ბიდლო, რომელიც ყველაფერზე ან ტაშს უკრავს, ან გაყურსული არის, რაც არ უნდა უკრან თავზე ცოტა დააწუწონ. აი ესეთი ამბები არის რა. დიუშენი დაავადებულ ბავშვებს, რომლებსაც წამებით სიკვდილი ემუქრებათ, რომლებიც უწამლოდ დატოვეს, ხალხის დახმარებაც წაართვეს. ну წილში ჩაუჯდნენ, ხო? იმ ფულით, რომელთაც რა ვიცი, ის მაგალითად ამწეები, ის სუნთქვის აპარატები, ის ელექტრონული სავარძლები უნდა ეყიდათ, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა და არ უყიდია და არ ყიდის. ცნობილი არის ყველაფერი მშობლებმა ილაპარაკეს თვითონ რომ ჯანმრთელობის სამინისტრომ გვითხრა მაგალითად სანამ 4-ვე კიდური არ წაერთმება მანამდე ელექტრომანქანას სავარძელს არ უყიდის სახელმწიფო და საკუთარი სახსრებით ყიდულობენ ის ხალხი ასამდე ბავშვი ვინც არის იქ და ვისაც ჭირდება ეს ხო იმისათვის რომ მეტნაკლებად გაიხანგრძლივოს სიცოცხლე. აი ეს ახართ კოცებო. აი ეს ამაზრზენი სექტა, ანტიქართული, ანტიქრისტიანული ჯოგი ხართ თქვენ. და მე ნუგწყინთ. ეს კიდევ შედარებით სუბუქი ფორმებით არის დახასიათებული ის, რასაც თქვენ იმსახურებთ და რაც თქვენ ხართ სინამდვილეში.